გამარჯობა, წინაზე გავჩერდით იმის დამოყენებაზე თუ როგორ იქმნება სხვადასხვა სახის ობიექტები და ფორმები After Effects-ში. დღეს აშვებით ახლა. დღეს უშუალოდ ხელით გავაკეთებთ აი ესეთ რაღაცას. წინაზე დავამოღამეთ, რომ არის ადგილი, სადაც პირდაპირ არის მოცემული ეგრეთ წოდებული ყალიბები მაგალითად, მაგრამ ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენით მივცეთ ფორმა ამა თუ იმ ობიექტს, რომელსაც მე დავადებთ ანიმაციას და ასე შემდეგ. ამისთვის ჩვენ პირველ რიგში უნდა შევქმნათ ახალი composition-ი, რომელიც იქნება 1920-ზე, თუ პირიქით აღარ მახსოვს, 900, ხო, პირიქით არის. 1920, 1080-ზე. და იგი მონაცემები იგივე რა, ასე თუ ისე. ოკეი. ამას დავარქვათ 3. ნუ ისაც რა გავუსწორდება, ის შეუძლია დარქვას. დავარქვათ handmade, რა ვიცი. აგერ ფითი, რომ მთლიან ეკრანზე ჩანდეთ კარგად. ხო, როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა ეს? არსებობს ასეთი pen tool-ი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც თუ ესე დავაჭერთ რაღაცებს, გაერთიანდება და წარმოიქმნება უშუალოდ სამკუთხედი მაგალითად. მე მინდა რომ სამკუთხედი ვიჩარიჩოთ. რა პრობლემაა ეს? ეს სამკუთხედი, რომელიც არ არის იდეალური და მოდი სხვანაირად გავაკეთოთ ცოტა. აბატონო, ეს მე მგონი უკეთესი არის. ეს არის ჩვენი სამკუთხედი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ესეც სამკუთხედი არ არსებობს ხო? აი ეს არის უშუალოდ ჩვენი შექმნილი ობიექტი, რომელიც შეგვიძლია მივზუმოთ, მოვზუმოთ და ასე შემდეგ. რომ მივზუმოთ ესეც საშინელი ფორმა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩეული მეოთხედი ხარისხი რო ჩანდეს. იმიტომ რომ After Effects-ი არის ეგეთ საინტერესო პროგრამა, ძირითადად ჭედავს ხოლმე. შესაბამისად, მიზუმის დროს ხარისხი რო გერგება, ამაზე არ ნერვიოთ. მე უკვე ვინერვიულია, ყველას მაგივრად. შესაბამისად, ამ სამკუთხედს რო გავაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია ამ სამკუთხედს ხა რაღაცები ვუქნათ. მაგალითად, ფერი შევცვალოთ, რომელიც ხდება აქედან. ზევით ლურჯად რომ არის რაღაც კუთხე, რომელსაც არაწერია fill მარცხენა მხარეს. მაგას რო დავაჭერთ, გამოიხსნება ესეთი ფერთა გამა, რომელიც შეგვიძლია ავწიოთ, ჩამოვწიოთ და ასე შემდეგ. ყველაზე კაი ფერი არის ალბათ, არ ვიცი, რომელი ფერი არის ყველაზე კაი. ხო, ნახეთ, აქედან უშუალოდ ფერთა განსხვავება არის და აქედან უკვე ფერის ინტენსივობა უშუალოდ მაგ ფერში. ნუ ძალიან მარცხნივ თეთრი არის, ძალიან მარცხნივ შავი. ნუ აქ რა მოვიტანთ არის მუქი ფერი, რომელიც შეგვიძლია ავჭერთ, მოდი იყოს ლურჯი. აი იყოს ესეთი ლურჯი. ოკეი. მაგის მარჯვენა მხარეს არის ეგრეთ წოდებული stroke. Stroke არის აი გარშემოწერილობის ფერი მოკლედ. აი წრე და წრეწირის თემა არის. ეს არის წრე მაგალითად და გარშემო რაც არის, ეგ არის წრეწირი, ხო? მეგონი სწორად მოხს. შესაბამისად, stroke არის წრეწირის პონტი. ანუ ირგვლივ რა წერტილების არის მაგის ფერს ცვლის. დავაჭიროთ. და რა ფერი გვინდა? ლურჯს რა ფერი უხდება ყველაზე მეტად? მე მგონი სტაფილოსფერი. არ ვიცი, ვერ ვიყავი ფერებში, მაგრამ ვცადოთ. თუ არ მოუხდა და შევცვლით მე. ეხლა არაფერი არ ეთყობა, იმიტომ რომ stroke არის ძალიან პატარა, რაც რო პატარა არის ციფრი, რიცხვი და ასე შემდეგ, უფრო არ ეთყობა. თუ გავზრდით, აი აქვე 0 რო წერია, შეგვიძლია ესე გავზარდოთ. რაც უფრო გავზრდით, უფრო უაზროდ დიდი იქნება. შესაბამისად, ეგრე ძალიანაც არ გვინდა. მოვიტანთ აგერ, ოდნავ რო იყოს. ო საზღვრები ემჩნეოდეს. ოდნავ კიდე დავზარდოთ. ხო, აი რაღაც ესეთი. შეგვიძლია შავ ფონს დაუბრუნდეთ. მოკლედ ეს არის მთავარი თემა. pen tool-ით შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი სასიყვარულო, რავი, ფორმები. ესეთი ხუთკუთხედიც. და საბოლოო ჯამში ერთდება. და შეგვიძლია შევცვალოთ ფერი და შეგვიძლია შევცვალოთ stroke. აი მოძრაობები და პოზიციის ცვლილებები უკვე შემდეგ ვიდეოში. რა ვიცი, იქნება რომ